გორის საკალათბურთო კლუბმა ივერიონის შემადგენლობა კიდევ ერთი უცხოელი ლეგიონერით გააძლიერა. გუნდის ღირსებას ამერიკელი ტაილერ არბაკლი დაიცავს, როგორც ის ამბობს, კალათბურთელები თბილად დახვდნენ და ეცდება გუნდს მალე შეეწყოს. რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს დავით როგავა ამბობს, რომ გუნდი გადახალისებულია ახალი მოთამაშეებით და მათ ანგარიშზე უკვე არაერთი წარმატებაა. გუნდი უკვე შეთამაშებული კარგი ფორმაში არის და რამდენიმე მოგებათა სერია აქვს, რამდენიმე თამაში მოგებათა სერია აქვს, რომელთაც ვეცდებით რომ გავაგრძელოთ, ყველამ ძალიან თბილად მიმიღო, კარგი სიტუაცია არის გუნდში და ვეცდები რომ ძალიან მალე აკლიმატიზაცია გავიარო და შევეწყო გუნდს. გორის ივერიონი მეორე წელია სუპერლიგაში ასპარეზობს და წლევანდელი გუნდი გადახალისებული არის შარშანდელი გუნდისგან განსხვავებით ორი მოთამაშე არის მარტო ძველი გუნდიდან მე ჩემთვისაც პირველი წელია გორის კლუბში და საკმაოდ ვფიქრობ კარგი სელექცია ჩავატარეთ ბევრი ახალი მოთამაშე არის როგორც ნაკრების კანდიდატები და წევრები საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატები და წევრები ასევე უცხოელი ლეგიონერებითაც არის დაკომპლექტებული 4 ამერიკელი მოთამაშე ყავს ამ ეტაპზე გუნდში და მიუხედავად ბევრი რაღაცა სირთულისა ტრამვებისა, მაინც კმაყოფილი ვარ ჯერჯერობით პირველი ნახევარი სეზონის როგორც ჩავატარეთ, რა თქმა უნდა არა შედეგით, იმიტომ რომ 4 მოგება და 6 წაგება ქონდა პირველ სეზონის წრეში და მეორე წრეში უკვე ზედზედ 3 თამაში მოვიგეთ, ვიმყოფებით თასის მეოთხედ ფინალში, სადაც ქუთაისს მოვიგეთ პირველი შეხვედრა სახში და შემდეგი უკვე განმეორებითი ქუთაისში გვაქვს. რაც შეეხება თვითონ გუნდს, პირველი წელი არის როგორც თქვი ჩემთვის გორში. ძალიან კმაყოფილი ვარ გულშემატკივრების პირველ რიგში, იმიტომ რომ ყოველთვის დარბაზი გვერდში გვიდგას ჩვენ და დამატებით მოტივაციას და სტიმულს გვაძლევენ. დარწმუნებული ვარ, რომ კიდე მოიმატებს მაყურებლები ჩვენი გულშემატკივრები დარბაზში და რაც შეიძლება მეტ წარმატებას მოუტანთ მიმდინარე სეზონში გორის გუნდს. ერთი წელია რაც შევიკრიბეთ ძველი გუნდიდან დარჩა რამდენიმე მოთამაშე მხოლოდ ჩვენი მიზნებსაც შეეხება არის რა თქმა უნდა ჩემპიონობისთვის ბრძოლა ახლა არის სეზონის შუა ეტაპზე რაც შეეხება მოთამაშეებს პირველ წრეში მქონდა რაღაც ტრამვები მაგრამ ნელ-ნელა ვიღდგენთ ამ ტრამვებს და დავიმატეთ ახალი მოთამაშე ასევე და ვემზადებით დასვენითი ეტაპისთვის ზოგადად კალათბურთზე საქართველოში მაინც და მაინც არ დადის ბევრი ხალხი და რაც ძალიან სასიხარულოა რომ ქალაქ გორში დარბაზი ყოველთვის ივსება და ყოველთვის ყავს ხარდამჭერი